საქართველოში სავალუტო რეზერვების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე გადის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, 2025 წელი უკვე შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო პერიოდად საერთაშორისო რეზერვების შესყიდვის კუთხით. როგორც თურნავა ამბობს, რეზერვების შესყიდვის პროცესი აგვისტოშიც გრძელდება და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი მაჩვენებელი ისტორიული იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ რეზერვების დაგროვება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. რეზერვები გამოიყენება გარე შოკების წინააღმდეგ დასაცავად, ასევე ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაშიც რეზერვების ზრდა ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად არის მიჩნეული. ივლისის მდგომარეობით გამოვაქვეყნეთ სტატისტიკა და აქაც უკვე ჩანს, რომ 5 მილიარდს გადააჭარბა საერთაშორისო რეზერვებმა, მაგრამ აგვისტოშიც მინდა გითხრათ, რომ ასევე გრძელდებოდა რეზერვების შევსება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი წელი იქნება რეკორდული რეზერვების შესყიდვის და შევსების თვალსაზრისით და აქ ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და პირველ რიგში ის საექსპორტო დარგები, რომლებიც არიან ძირითადი შემომტანები საქართველოში უცხოური ვალუტის, ეს არის ტურიზმი, ეს არის მომსახურების და სასაქონლო ექსპორტის სხვა დარგები ასევე და რა თქმა უნდა ზოგადად სტაბილური ვითარება. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რეზერვების გაფართოებაზე ჯერ კიდევ თვეების წინ გაკეთდა განცხადებები. მაშინვე აღინიშნა, რომ 2025 წელს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდებოდა და იმ ფაქტორებზე გაკეთდა აქცენტი, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდა სავალუტო შემოდინებები. მათ შორისაა როგორც ტურიზმის აღდგენა და ექსპორტის ზრდა, ისე პირდაპირი და უცხოური ინვესტიციების გაძლიერება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეზერვები უკეთ იმართოს, მოხდეს მათი დივერსიფიცირება, მოგეხსენებათ, რომ წლის დასაწყისში ჩვენ შევიძინეთ ოქრო, მონეტარული ოქრო და აი ამ პერიოდში ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდის გამო ამ კუთხითაც სერიოზული მატება, $100 მილიონამდე მატება გვაქვს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაში. ყოველივე ამ ერთობლიობაში მოხდა საშუალება, რომ ნოემბრიდან მოყოლილი გაგვეზარდა სერიოზულად რეზერვები და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ ივლისის თვეში BIMEDge პლატფორმის მეშვეობით განხორციელებული ინტერვენციების შედეგად ქვეყნის სავალუტო რეზერვები $416,900 მილიონი გაიზარდა. შედეგად ივლისის მდგომარეობით საქართველოს რეზერვების მოცულობამ $5 მილიარდ გადააჭარბა, რაც ბოლო წლებისთვის უპრეცედენტო მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების განახლებული მონაცემები 25 სექტემბერს გამოქვეყნდება, სადაც უკვე აგვისტოს ოფიციალური მაჩვენებლებიც აისახება. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გიორჯ სესტაფონში მერობის კანდიდატი არ ეყოლება. პოლიტიკური პარტია არც სოფლებში წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. როგორც გირჩის ადგილობრივი ორგანიზაციის პარტიული სიის ნომერი 1 ჯაბა წულაია ამბობს, პარტია თავისუფალი, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი საზოგადოების შექმნის პროექტით მოქმედებს და ვალდებულებას იღებენ ისეთი წესრიგი უზრუნველყან, რომელიც სრულად თავისუფალ მოძალადეებისგან დაცულ ცხოვრებას განაპირობებს. მერობის კანდიდატი გირჩ სესტაფონში არ ეყოლება ამ არჩევნებზე. ჩვენი გზავნილები ძირითადად უფრო ადგილობრივ არჩევნებს ემყარება, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა იმერეთში იმერლების გადასაწყვეტი იყოს, სესტაფონლების, ქუთაისში, საჭარლებში, სვანეთში, ჩვენი კუთხე საქართველოს მრავალკუთხიანი ქვეყანა არის და ყველას თავისი წესი აქვს. ჩვენ ამას ყველას ვაღიარებთ და პატივს ვცემთ. ეს ადგილობრივი არჩევნები მიგვაჩნია, რომ ამისთვის არის, რომ ეს ნამდვილად თვითმმართველობა სწორ ლეველზე დადგეს. დეცენტრალიზაცია, დიახ, არ უნდა მიმართებოდეს ჩემი აზრით ადგილობრივი თვითმმართველობა ზემოთ ცენტრალური არ შეიძლება. ეს არჩევნები ზუსტად მაგისთვის არის, რომ გირჩმა ადამიანებთან მიიტანოს ეს, რომ თვითმმართველობა
არის რომ ჩვენი თავი უნდა მართოთ და არა უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული ან თბილისზე, ან ბათუმზე, ან ქუთაისზე, ან ევროპაზე, ან აზიაზე, ან რუსეთზე. გაძლიერდეს თვითმმართველობა, იმიტომ რომ არ შეიძლება მით უმეტეს ეხლა ყველანი მთელი ზესტაფონი სხვა მის წინაშე ვდგავართ ეს ავტობანი რო გადავიდა, ბევრი რესურსები ჩვენ ქალაქს გამოვაგდა. ასე როგორც სხვა ქალაქებს და სხვა რაღაც არის მოსაფიქრებელი ისეთი რომ ჩვენ ქალაქიდან ხალხი არ გავიდეს და პირიქით შეივსოს. სხვა მიდგომა არის საჭირო. ვრცლად გირჩის საარჩევნო პროგრამაზე და მთავარ პარტიულ გზავნილებზე ჯაბა წულაია პოლიტიკურ გადაცემაში თავისუფალი სექტორი ისაუბრებს, რომელიც ეთერში ხუთშაბათს 28 აგვისტოს საღამოს 8 საათზე გავა. დამნაშავე შეიძლება იყოს, მაგრამ ზედმეტი სასჯელი ქონდეს. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა დონეზე კომისიები დაკომპლექტებულია და მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში შესაბამისი გადამზადების პროცესი. ეს ეტაპი გახლავთ საკვანძო მნიშვნელობის არჩევნების ადმინისტრირების ნაწილში, შესაბამისად პირადად მე და ჩემი კოლეგები ვახორციელებთ მონიტორინგს ამ სწავლების ეტაპისას, რათა დავწმუნდეთ იმაში, რომ ტრენერების მიერ სათანადოდ ხორციელდება ინფორმაციის გადაცემა, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. ამ მასშტაბური საგანმანათლებლო ეტაპის მიზანი გახლავთ ის, რომ ერთის მხრივ ჩვენ მოვამზადოთ საუკუნო არჩევნო კომისიის წევრები არჩევნების დღისთვის და მეორეს მხრივ კი მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ 4 ოქტომბერს მაღალ პროფესიულ დონეზე მიაწოდონ ამომრჩევლებს სათანადო სერვისი. როდის შეხვდება პუტინი ზელენსკის კითხვა მცდელობის მიუხედავად პასუხგაუცემელია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესოს, თუ მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სანქციები, მე ეკონომიკურზე ვსაუბრობ, რადგან მსოფლიო ომში არ ჩავერთვებით. ეს არ იქნება მსოფლიო ომი, არამედ ეს იქნება ეკონომიკური ომი. ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის და მე ეს არ მინდა, აღნიშნა ტრამპმა. ამასთან ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, გააცნო თუ არა მოსკოვმა მას მოსაზრება ზელენსკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის რამდენიმე დღის წინ ნათქვამი სიტყვები, რომ მოსკოვი ზელენსკის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ლეგიტიმურ ხელმომწერად არ მიიჩნევს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ, ეს ყველაფერი სისულელეა. ისინი ყველა პოზიცირებენ, უპასუხა ტრამპმა. იმის მიუხედავად, რომ ტრამპი ზელენსკის და პუტინის შეთანხმებისთვის ძალისხმევას არ იშურებს, საომარი მოქმედებები არ წყდება. რუსეთში დონის როსტოვში დრონები თავდასხმების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სადაც რუსული მედიის ინფორმაციით სულ მცირე 7 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ზოგიერთი მათგანიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა არავინ დაშავებულა. თავის მხრივ უკრაინის ქალაქებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს არ წყვეტ საოკუპაციო ძალები. რუსები სხვადასხვა ტიპის 74 დრონის განეიტრალების მიუხედავად დარტყმები 9 ლოკაციაზე მაინც განხორციელდა. შედეგად ხანძარი იყო პოლტავაში ენერგეტიკულ ობიექტებზე, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასეთ ვითარებაში კი მოკავშირეები უკრაინისთვის დახმარების გაწევას აგრძელებენ. აღსანიშნავია ასევე, რომ ლიეტუვა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა რეალური და შეუქცევადი გახდეს. ლიეტუვის წინადადება ითვალისწინებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ტექნიკური დონის მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთის გარეშე. თუ ამას 26 წევრი სახელმწიფოს დათანხმდება. ფორმალური დამტკიცება შეიძლება მოგვიანებით მოხდეს, თუ ბუდაპეშტი პოზიციას შეიცვლის.